თბილისი 2015-ის გახსნის ცერემონიალი როგორც დაგეგმილი იყო ზუსტად 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყო, თუმცა საზეიმო გახსნას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. ცერემონიალზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა, რომელიც ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შემოიტანეს, უკუღმა აღმართეს. ასევე ღონისძიების წამყვანმა ნონა გაფრინდაშვილი გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიურ ჩემპიონად მოიხსენია. კიდევ ერთი გაურკვევლობა ცერემონიალის კულმინაციის დროს მოხდა. ბოლო მეჩი რაღმის ზურაბ ზვიადაური გახდათ, რომელსაც სამხრეთ ტრიბუნაზე მდგარ ფიალაზე ცეცხლი უნდა ენთო. ცეცხლი ფიალაზე არ გადავიდა. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, კომენტარს ვერ გავაკეთე და კომენტარი უნდა გავაკეთოს, იგი შეცდომა მოხდა, რა უბრალოდ. ზესხი ანთებული ხო აქსაც არის ანთებული, უბრალოდ ერთი ისი რომ ფეერვერკებმა რამოდენი ფეერვერკი ერთ სტადიონზე მეორე უნდა ყოფილიყო და მესამე უნდა ანთებულიყო აქ. ფაქტიურად და ეს უბრალოდ ტელევიზიამ ვერ იმასნა, შეიძლება ესე ითქვას, გამორჩეს მეტალი. არ ვიცი, გაფრთხილებული იყო, მე მგონი ვერ მოასწრეს იმ ფეერვერკები იმისი ხმაურიანი იყო, მეც ახლა რომ ვიცოდი რომ სად ანთებული იყო, ფეერვერკების განეცა თვალები ფეერვერკებით. ეს მომენტი ალბათ გამოეპარა ტელევიზიაზე. ცერემონიალის მიმდინარეობის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ფოიერვერკის დროს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ეს არ იყო ხანძარი, ხო? იყო მცირედი აალება და ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ ამის საშიშროება, ამის მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, იქ ჩვენ ადგილზე ყავდა მობილიზებული მეხანძრეები და ნახეთ, რომ ალბათ რამდენ 15 წამში დაიწყო ამ აალების ჩაქრობა, ხო? ეხლა თუ ჩვენ გვინდა რომ რაშია პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ გრანდიოზული ფეერვერკისთვის ლოკომოტივის სტადიონი არის პატარა. გამიგეთ? მსგავსი რაღაც 1% არსებობდა. ის 1%-ით ჩვენ გადავაზღვიეთ, ნახეთ რომ მოხდა სკამების დემონტაჟი, რომ იქ ადამიანი არ ყოფილიყო და რაიმე საშინელება არ მოხდარიყო და ვთქვათ, ეს ჩაუქრობადი და აალებადი რაღაც მობილიზებული ყავდა მეხანძრეები და ეხლა თუ ჩვენ გვინდა რომ ამხელა შოუ და ამხელა მოვლენა რაღაც 2-3 ნაპერწკას გადავაყოლოთ, ეს მე ვფიქრო პრობლემაა. ალექსი ახვლედიანი ბოდიშს უხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებაც ვერ შეძლეს ცერემონიალის სრულყოფილად ნახვა. მათთვის სტადიონის შიდა პერიმეტრზე არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ადგილები და ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის შეშემოპირებისათვის კატასტროფულად იყო კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ის სამთავრობამ დაამტკიცა ის, რომ არ არის სათანადო ყურადღება, არ არის სათანადო მოპყრობა ჩვენს მიმართ, რადგან ელემენტარულად როცა მოვდიოდით დაცვამარიცის შეგვიშვას თუ არა, შემდგომ დარეკვის შემდგომ თქვა თავიანთ უფროსობასთან მერე გვიშვებენ, მერე მეორე ადგილას სადაც მივდივართ, სადაც წესი დარიგით ჩვენ გგონია ჩვენით ისევე არანაირი კოორდინირება არ არის, თელ სტადიონს ორჯერ დავარტყით წრე და ძლივს მივიღეთ პასუხი ისიც ყვირილით და აი რასაც ქვია ომით გამოვიდნენ პიროვნებები და თქვენს რომ თქვა აქ შემოდით. შემოვიდა აქაც იგივე დაგვდა. ჩვენთვის განკუთვნილი ადგილები არ იყო ადაპტირებული, რადგან იქ არ ვიცი ლამპიონები იყო, დიდი განათებები იყო დამონტაჟებული, იქიდან მე აქ გადმოგვიყვანეს, აქაც არ იყო ჩვენთვის გათვალისწინებული, რადგან ელემენტარულად ვინმეს გასვლა რო ზდომებოდა, ვერ გავიდოდა სანამ ღონისძიება არ დამთავრდებოდა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუბოდიშო შეზღუდული შესაძლებლობის პირებს მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი არენა არის აღჭურვილი შესაბამისი პანდუსებით და ასე შემდეგ. უბრალოდ ლოკომოტივი იმის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ მაშინვე გადავგეგმეთ მათი შემოყვანა, თქვათ, აქეთა ცენტრალური მხრიდან და პირველ რიგში განთავსება. შეზღუდული მქონე იგივე სპორტსმენებისთვის, საზოგადოების იმ ფენისთვის, რომლებიც უნდა დასწრებული იყვნენ, თქვენ ისიც რომ ეს სტადიონი არის ძალიან, რო იტყვიან, ძალიან ადრე აშენებული. ამას არ ითვალისწინებდა უბრალოდ და რა თქმა უნდა ეს მინუსია და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ფაქტობრივად გააკეთებად დაჭირდება ფინანს სტადიონს და ამიტომ რაც შევძლებთ ეს იყო ძირითადად რაც მაქსიმუმი იყო ის გამოვიყენეთ ჩვენ. გაურკვევლობაში იყვნენ ქართული მედიის წარმომადგენლებიც. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილები, კონკრეტულად 29 სექტორი უკვე დაკავებული იყო.